მოგესალმებით ძვირფასო პოლიტიკო ძალიან მიხარია რომ აგზანდებით კეთილი იყოს მოძრაობა პოლიციის მუზეუმში ჩვენ როგორც კონტის ცნობილი არის საქართველოს ეროვნული მუზეუმი იგივე სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენს ბრიტანელ პარტნიორთან ერთად ეგზეტერის უნივერსიტეტთან ერთად ატარებს ორდრიან კონფერენციას, რომლის თემა არის სწავლება მუზეუმში, ტრადიციული და ინოვაციური მეთოდები და ამ ღონისძიებას აქვს მხარდაჭერა ბრიტანეთის მთავრობის, რომელმაც აღიარეს ასოციაციული ეს ღონისძიება და რომლის წყალობითაც ჩვენთან ერთად იმყოფება ჩვენი კოლეგა ეგზეტერის უნივერსიტეტის პროფესორი კანტონი ემა ლუცი. კანტონი ემა მჭიდრო თანამშრომლობს საქართველოსთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოში არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი და იგივე უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ნოდარ ბახტაძე. ჩემს კარგი ცნობაა და ამ სამეცნიერო კვლევას ასე ვთქვათ, აქვს მრავალი განსხვავება და წმინდა მეცნიერული კვლევის გარდა ძალიან აქტიურად მუშაობთ ჩვენ ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან და საგანმანათლებლო მიმართულებებით, ზოგადად ჩვენი საზოგადოების განათლების სფეროში. სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება ჩვენი ღონისძიება და მე გამიგვიწევთ მე მოკლედ გითხრათ გუშინ გამოხდა და გუშინ ჩვენ ყავდა ადგილობრივი საზოგადოება, პოლიციის პედაგოგები, კულტურის სფეროს თანამშრომლები, ტურიზმის სფეროდანაც იყვნენ და ჩვენ მქონდა საინტერესო მოხსენება. სამწუხაროდ ეს მოხსენებლები ზოგიერთი მათგანი დღეს ჩვენთან ერთად აღარ არიან, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ორი მნიშვნელოვანი რასაც ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მოხსენება დღესაც გავიმეოროთ, ეს არის კანტონი ემას და ბატონი ნოდარის მოხსენებები. გარდა ამისა, რასაც თქვენ გვისმენთ, თქვენ გუშინ მოგივარდეთ მოკლედ, ესეთი გუშინ ჩვენ მქონდა არიჯან ძოწამიძის მოხსენება, რომელიც იყო ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებზე, თქვენ მასთან თანამშრომლია და იცით და ეს პროგრამებიც პირდაპირ ხოთის ცნობილია, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ ახალ პროდუქტებს ვამზადებთ და მე გიმაქვს რომ მომავალში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და სიახლეებსაც განხსნით. ნათია შემდეგ, დანიელის შემდეგ ჩვენი მოხსენებელი იყო ნათია ხურუზაური. ნათია მუზეუმის წიაღში ჩამოყალიბდა სპეციალისტად სამუზეუმო საქმის და კომუნიკაციის სპეციალისტად და ის იყო ჟურნალ National Geographic-ის მთავარი რედაქტორი წლების განმავლობაში და ამჟამად არის ევროპის აკადემიის საქართველოს განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი და ნათიამ ისაუბრა ერთ კონკრეტულ პროექტზე, რომელიც ეხება კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკას. ეს რუკაც თქვენთვის შეიძლება ცნობილი არის ჩვენს ბუნების ისტორიის გამოფენაზე არის რუკა, რომელზეც არის კავკასიის ბიომრავალფეროვნების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ გარდა იმისა, რაც დაგვიწყდა რუკაზე არის ინტერნეტში არსებობს ეს ინტერაქტიული რუკა, რომელიც ბევრად უფრო ინფორმატიულია და უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს ჩვენი ფლორისა და ფაუნის შესახებ. და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრეების. თუ თქვათ თქვენ სურვილი იქნა, შემდეგ მე გაგაცნობთ თქვათ ლინკს, სადაც შეგიძლიათ ეს რუკა ნახოთ და ჩამოთვლით ვიზუალური მასალა, საკმაოდ მაღალი დონის ვიზუალური მასალა და გამოიყენოთ თქვენს სასწავლო პროცესში სრულად უსასრულოდ არის ეს ვიზუალური მასალა ინტერნეტში. ნათიას შემდეგ ჩვენს გამოჩვენილი იყო ლიზა მეფარიშვილი, რომელიც არის სამუზეუმო სფეროს სპეციალისტი ასევე
სპეციალისტი და მარკეტინგის სპეციალისტი. ამჟამად ლიზა მუშაობს კერძო კომპანიაში, რომელსაც ჰქვია კიკეთის მეურნეობა. ეს არის დაბაკიკეთი იცით ალბათ ფილისთან ახლოს და ეს არის დიდი ტერიტორია ყოფილი საფეხბურთო პერიოდში მეურნეობა და ახლა კერძო სექტორი ცდილობს რომ ეს გარდაქმნას როგორც რეკრეაციული სივრცე, სადაც დასვენებასთან ერთად შემეცნების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და იქ ოჯახებით, ძირითადად ოჯახებით ან რაღაცა დიდი ჯგუფები მიდიან, საშუალება არის დასვენების და შემეცნებითი ტურების. ცხენები ყავთ, შინაური ცხოველები ყავთ, შეგვიძლია თქვა ტური გაჯავშნოთ, ასევე საფეხმავლო ბილიკები მოაწყვეს, რომ ახლო ძეგლები და ბუნებას ახლოს გაეცნოს ადამიანს. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო კერძო სექტორი, როგორ აძლიერებს მის შესაძლებლობებს იმით, რომ შემეცნება და კულტურა და ბუნების გაცნობას ახდენს თავის მომხმარებლისათვის. ლიზას შემდეგ ჩვენი მომსახურებელი იყო ეკატერინე თაბუკაშვილი, რომელიც ადრე მუშაობდა ერთადაცვის სააგენტოში და ამჟამად თეატრალურ უნივერსიტეტს წარმოადგენს, ეკამი საუბრა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ბერგამელ კოლეგებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და თქვენ და განსაკუთრებით ქალბატონ მარიანა შეფლიძვაძეს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციას, რომელიც ჩვენთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. ახლა მე გადავცემ სიტყვას ქალბატონ ემას, რომლის მოხსენების თემაც არის დაკვირვებაზე, აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი. ქალბატონ ემა ინგლისურად სურათი საუბრებს და მე შევეცდები ქართულად გადავთარგმნო, თუ რაღაცა არ გამომივიდა, წინასწარ ვთხოვლობ პატიობას. Okay, thank you very much, Misha. I do understand what you're saying. I just don't speak much Georgian. ქალბატონ ემას ქართული კი ესმის, მაგრამ საუბრით ინგლისურად ვიჭერდა. And thank you for coming today, and thank you because I recognize quite a lot of people from when I started this with Peter, my husband, some years ago. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მე თქვენთაგან სახეზე გწნობთ, მე ჩემი უღლესთან ერთად პიტერთან ერთად ჩაუტარებია თქვენთან არა. So thank you for coming, and if some of you have heard some of this before, I apologize. თუ რამე თქვა ინფორმაცია თქვენთვის მეორდება, მე წინასწარ გიხდით მოტიშს. So today I wanted to talk about inquiry-based learning, so how to teach children in an active manner within a museum. Დღეს მე ვისაუბრებ აქტიური სწავლების მეთოდზე, როგორც თქვი, დაკვირვებაზე, აღმოჩენაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდზე. So I'm talking about inquiry-based learning, which is a circle, and it means that instead of going into a room in a museum and telling a child about something, you start by asking questions. მე ვსაუბრობ, როგორც თქვი, აღმოჩენაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდზე, რომელიც გულისხმობს მთელს ციკლს და ეს მდგომარეობს იმაში, რომ ასე ვთქვათ, სწავლება ხდება არა ინფორმაციის მიწოდებით, არამედ კითხვის დასმით იწყება ეს პროცესი. The idea is to get them to think and to consider what they are looking at. იდეა არის ის, რომ ასე ვთქვათ, ისინი ჩართონ, მოსწავლეები ჩაერთონ გააზრების პროცესში და მათ შეკითხოთ თუ რას ფიქრობენ ისინი ამა თუ იმ ნივთზე. Sometimes they'll get it straight away, other times the ideas might be a bit strange or mad, and the idea is just to say, that's really interesting, but does anybody else have an idea?
ხანდახან ასე ვთქვათ რეაქცია არის ძალიან პირდაპირი და სწორი, მაგრამ ხანდახან შეიძლება პასუხი იყოს ცოტა უცნაურიც, მაგრამ ჩვენი რეაქცია შესაბამისად არის ხოლმე ეს რა საინტერესო მოსაზრებაა. The idea is to guide the children in their thinking so that they discover the answers for themselves. ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ რომ ერთგვარი გიდობა გავუწიოთ მოსწავლეს, რომ თვითონ აღმოაჩინოს ის რაც არის სწორი პასუხი. So, the idea is that if they're moving from passive to active learning, they remember a lot more. If they found it out for themselves, they're more likely to remember than if you just tell them something. იდეა ამ სწავლების მეთოდის არის ის, რომ პასიური სწავლების მეთოდიდან გადავიდეთ აქტიურ სწავლების მეთოდზე, ანუ როცა ბავშვი თავისით აღმოაჩენს რაღაცას, ეს უფრო კარგად ამახსოვრდება მას ხადია, ვიდრე როცა ერთი მხარე აწვდის მას ყოველ ინფორმაციას. A lot of the pedagogical literature in English until recently was saying that children's attention span was only 10 to 15 minutes at the very most, and often much less than that. ბრიტანეთში არსებული პედაგოგიური მასალები და კვლევები ამბობს, რომ ბავშვის ყურადღება და კონცენტრაცია გრძელდება დაახლოებით 10-15 წუთი, ხშირად შეიძლება კიდევ ცოტა ხანს და მერე უკვე უჭირს აღქმა. But this has actually been disproved now, and it's found that attention can be much less or much more because it's the way somebody teaches and how engaged the children are, how exciting the lesson is what affects attention. მაგრამ ეს მოსაზრებაც იყო უარყოფილი იმ კაგებით, რომ თუ თქვა სწავლების მეთოდი არის უფრო საინტერესო და მოსწავლე ჩართული ამ პროცესში, მაშინ მისი ყურადღება შესაბამისად უფრო დიდხანს არის კონცენტრირებული აღქმაზე. So if you have an activity that the children are really enjoying, they will stay engaged and they will be learning for much longer periods. და თუ თქვენ ასე ვთქვათ, თავაზობთ მათ აქტიური სწავლების მეთოდს, ჩართულები არიან ისინი, შესაბამისად მათ мотивациაც უფრო მაღალია და უფრო კარგად აღიქვამენ. So this is why, next one please, press again. So the point of today is, so how do we do this in a gallery, in a museum? How do we make it more exciting? განვიხილოთ როგორ შეიძლება ეს ჩვენ გამოვიყენოთ მუზეუმში, სამუზეუმო სივრცეში ეს მეთოდიკა, რომ იყოს უფრო საინტერესო მოსწავლეებისათვის. And as yesterday, NODA is not allowed to apply to this. So I would start by choosing an object like this and just say, what is this? მაგალითისთვის მე თქვა აი ამ ნიფტს შევარჩევ და დავსვამ შეკითხვას რა არის ეს ნიფტი? ბატონ ნოდავის გარდა ბატონ ნოდას აკრძალული აქვს პასუხის გაცემა, იმიტომ ის აღმოჩენილია და აჩენებს საცეცხლო გას It's a car burner. Not quite. Yeah, so So the next question would be, what do you think it's made of? შემდეგი შეკითხვა იქნებოდა რისგან არის დამზადებული ეს ნივთი? And the shape of the base, what shape is და this? აი ამის ფორმა თვითონ რაზეც ეს არის, რაზეც ლამპარდებს, რისი ფორმა Exactly. And so from this, the idea is, instead of just standing and saying, this is a bronze lamp, it was hung in churches to give light, the children have to work through this. They will remember what it is in future.
და აი რაც ზემოთ მოგახსენეთ, სწორედ იმის ნაცვლად რომ თქვათ პედაგოგმა უთხრას რომ ეს იყო თქვათ ლამპარი რომელიც ეკიდა ტაძარში და ანათებდა ასე ვთქვათ მოსწავლე თავისით აღმოაჩენს ამას და ჩართული არის აი ამ აღმოჩენის პროცესში. And you can then use this as the basis for a larger discussion about churches 1,500 years ago. What would it be like? Was it dark? Were there windows? How many lamps? და აქედან შეგვიძლია რა თქმა უნდა ძალიან ბევრ თემაზე გასვლა, რაზეც ვისაუბრებთ თქვათ ჯგუფებთან, მაგალითად როგორ გამოიყურებოდა ტაძარი 1500 წლის წინ. ქონდა მას პანჯრები თუ არა, იყო იქ სიგნელი თუ არა, როგორ ნათდებოდა და ასე შემდეგ. And you can then build on conversations depending on what your syllabus is. So you can talk to them, what would it have been like in this time with technology? What technology did they have? What did they not have? და თქვენი სასწავლო გეგმის გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ ეს დისკუსია, ასე ვთქვათ, წარმართოთ იმ მიმართულებით, რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. ისეთი შეკითხვები დავუსვათ, რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. The trick though is to choose only a few objects for each village, visit, maximum 5 or 6 at the very most. იდეა არის რომ ავარჩიოთ მხოლოდ რამოდენიმე ნივთი, ვთქვათ, მაქსიმუმ 5-6, არა ბევრი, არამედ რამოდენიმე ნივთი, რომლის გარშემოც ასე ვთქვათ წარმართავთ საერთო პროგრამას. And you then build the conversations around those and leave when the children still want to know more. So they're not bored, they want to come back. და ასე ვთქვათ დისკუსია გაიმართება აი ამ შერჩეული ნივთების გარშემო და უკვე სამუზეუმო სივრცეს ვთქვათ დატოვებთ მაშინ, როცა მოსწავლეებს აქვს ყურვილი რომ კიდევ უფრო მეტი გაიგონ, კიდევ უფრო მეტი ამოიცნონ და ვთქვათ გაუჩნდებათ ერთგვარი სურვილი რომ მოუბრუნდნენ კვლავ მუზეუმში. So this is a summary of what we've just said really. It's how you approach the question. ეს არის ერთგვარი შეჯამება, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, მაგალითად როგორ აყალიბებთ შეკითხვას, ხო? So it's basically you get the children to think about the use of an object and also how it was made. ეკითხებით მოსწავლეებს, თქვათ, რა იყო დანიშნულება ამა თუ იმ ნივთის, როგორ იყო ის დამზადებული, ვისგან იყო დამზადებული. In a museum, you have to perhaps lead the conversation because objects can be out of their context. They can be displayed in a way that does not relate to how and where they were used. მუზეუმში თქვენ ხშირად შეიძლება ნახოთ ნივთი, რომლის შესახებაც არ არის საკმარისი ინფორმაცია, მაგალითად მხოლოდ წარწერა აქვს და თქვათ აი მეტი კონტექსტი ამ ნივთის შესახებ ხანდახან არ არის ხოლმე წარმოდგენილი გამოგონილი. And cultural context plays a big part. So a local museum with regional objects that might be quite familiar is very different from being, say, in a national museum with objects from across the country that may not be so familiar. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხო აი კონტექსტი, კულტურული ზოგადი კონტექსტი ამა თუ იმ ნივთის შესახებ, მაგალითად შეიძლება განსხვავებულად იცოდეს ადამიანმა თქვათ ეროვნულ მუზეუმში დაცული ყველასათვის ცნობილი ნივთი და თქვათ რეგიონულ პატარა მუზეუმში დაცული ამასათვის ნივთი შეიძლება იმის შესახებ არ არსებობდეს ბევრი ინფორმაცია. So the example I have that I gave yesterday is my husband's professor was giving a big lecture on archaeology in Britain. ხო, აი ამის საილუსტრაციოდ ერთი მაგალითი მოიყვანა გუშინ ქალბატონმა ემამ ბატონ პიტერის, მის მეუღლის პროფესორი ერთხელ ლექციას ატარებდა ინგლისში და მან აჩვენა ეს სლაიდად აჩვენა ერთი ნივთი, რომელიც ძალიან გავდა ჩიბუხს. ის საქართველოდან იყო და
და იკითხა რომ ეს რა ნივთი არისო და პიტერმა და ემამ ჩაუშალეს ეს დისკუსია, იმიტომ რომ ისინი იყვნენ თბილისში ნამყოფი ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაათვალიერეს, იქ იყო აკვანი და ეს იყო შვარკი და იწუში გამოიცნეს, ასე ვთქვათ რა, ამ საილუსტრაციოდ რომ აი რეგიონულ მუზეუმში წერან რაც თქვა, შეიძლება იყოს რამე ისეთი ნივთი, რაც ლოკალური კულტურისთვის არის მარტო დამახასიათებელი და იქ ესეთი სხვანაირი ტიპის დისკუსია წარმართოს ადამიანმა და თბილისში თქვა ეროვნულში სხვა. So, depending on the museum, it depends on the culture, and this is one thing you have to think about: what is familiar, what is not so familiar for children. ასე რომ მნიშვნელოვანია, ვთქვათ, ის მოსწავლეები თუ ის ჯგუფი, ესა თუ ის ჯგუფი საგარი, რომელ მუზეუმშია, რა ნივთი შეარჩიეთ და დისკუსიის აღებისას ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორია. So, I'm just now moving on to object-based learning, which is when you actually give children or teenagers historical artifacts and let them handle them themselves. თავად ახლა გადავდივართ თავად ნივთზე დაფუძნებულ სწავლებაზე, მაგალითად, როცა თქვენ მოსწავლეებს teenagerებს პატარებს აძლევთ თვითონ ნივთს, რომ ხელით შეეხონ და დაიჭირონ და ისე გაიცნონ ამ ნივთს. So this is an example. They wouldn't be allowed to handle this one, but this is the kind of item I'm thinking of. This is a pilgrim token of Simeon Stylites found in David Gareja and now in National Museum. Ну, შეიძლება ვთქვათ, ესეთ ნივთი ხელში, ესეთ ნივთის ხელში დაჭერა ყველასთვის არ იყო შესაძლებელი, მაგრამ მე მაინც მოვიტანე ეს ნივთი, ეს არის Simeon მესვეტე არის ამაზე წარმოდგენილი, ეს დავით გარეჯაში არის ნაპოლი მედალიონი. So the idea is that you'd start from the same place. What is this? What is it made of? იდეაც მეორდება პრინციპში რა არის ეს, ისგან არის ეს დამზადებული ესა თუ ის ნივთი. What does it show? What do you think it was used for? რა არის მასზე წარმოდგენილი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რისთვის გამოიყენებოდა ეს ნივთი? Because just as active learning adds to memory, it's been proven that actually object handling has an even bigger effect on children and young people. და როგორ ვთქვით, ეს აქტიური სწავლების მეთოდი და კიდევ ერთ-ერთი დამატებითი კომპონენტი აქტიური სწავლების მეთოდის არის, როცა ვთქვათ, ნივთს ხელით ეხება მოსწავლე თუ ნებისმიერი აუდიტორია. So this is something I've done in my own teaching. When I lectured in my previous university in Manchester, I would take students to the Manchester Museum every term. აი ეს ერთ-ერთი ნივთია, რომელსაც მე ჩემს სწავლების პროცესში ვიყენებ, ეს არის მანჩესტერის მუზეუმში დაცული ერთ-ერთი ნივთი. So this is a flask for pilgrims from Abu Minas, the monastery of Saint Mina in Egypt, and they have hundreds of these. A flask, it's like ეს არის მოკლედ პილიგრიმების ერთ-ერთი მათა, რომელსაც იყენებდნენ პილიგრიმები უდაბნოში. So, because they have so many hundreds, they would allow me to take maybe 20 and share them with the students. Რახან მუზეუმს ჰქონდა მაგალითად 20 წალი ანალოგიური ნივთი, მე ნება დამთეს, რომ ეს ერთ-ერთი ნივთი გამომეყენებია სწავლებისთვის და შესაბამისად გარკვეული რაოდენობის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მისი ხელში დაჭერას. So the class would start with them learning things such as they had to wear gloves. ერთ-ერთი კომპონენტი, რასაც თქვათ მე ამასობაში თან ვასწავლიდი, ის არის რომ რაღაც ამუზეუმო ნივთია, ხელთათმანები უნდა იცოდე და ისე შეეხოს. Then you never pick up an ancient object by handles, always underneath. და
ძველი ნივთის, ასე ვთქვათ, მოპყრობას გარკვეული სიფრთხილე ჭირდება. მაგალითად, არ შეიძლება მარტო სახელმწიფოში ხელი მოკიდო და ისე აი თქვენოდანაც უნდა გეჭიროს, რომ არ მოხდეს შემთხვევით სახელმწიფო. And once we'd gone through the practical things, we went back to the say, what is it? What is it made of? What does it show? All these questions. პატარა შესავლის შემდეგ, რომელიც აღალიზებს დამოკიდებულებას, თქვა, ძველ ნივთებთან, ხო, მე უკვე გადავდიოდით მაგალითად აი იმ შეკითხვებზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, რა დანიშნულების ნივთი არის, განაყოფი დამზადებული და ასე. And what I learned was the end of every term when the students gave a feedback form as to what they liked the most, what they felt they learnt the most from. The one thing they all said we really, really love, we want more, was going to the museum to handle objects. და სემესტრის ბოლოს, როცა მე ვთქვათ, სტუდენტებს ვაჯამებინებდი მთელი სემესტრის განმავლობაში, აი ხო, ვთქვათ, რა მოსწონდათ მათ, რა არ მოსწონდათ სწავლების პროცესში, რა თქმა უნდა, ლექციების უმეტესობა საკლასო აუდიტორიებში იყო, მათ ყველას კარგად ახსოვდა ეს ვიზიტი მუზეუმში. როგორც საუკეთესო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდა. So it's really important, if you can, to bring objects into teaching. For smaller, younger children, this can be done with museums making available what we call unprovenanced finds. და ერთ-ერთი მეთოდი, იგივე მეთოდი შეიძლება გამოიყენოთ პატარა ასაკის მოსწავლეებთან, მაგალითად მუზეუმმა შეიძლება მუზეუმს თხოვოთ, თქვათ, გადმოგცემ, გათხოვონ, ან სულიად გადმოგცემ ისეთი ნივთები, რომელთა წარმომავლობა არ არის ცნობილი. ხშირად არის ჩვენს კოლექციაშიც ხო, სამიპოვა, ან ზედაპირზე, ან არ არის დოკუმენტირებული და სამეცნიერო ღირებულება ამა თუ იმ ნივთს ნაკლები აქვს. შესაბამისად, აი ესეთი ნივთებს ხშირად ვიყენებთ ხოლმე სასწავლო პროცესში. So this is us doing this in Madkopi with a group of children. ეს არის მარტყოფის ერთ-ერთ სკოლაში, მაგალითად ჩვენ გქონდა ერთ-ერთი აქტივობა. And the finds don't have to be exciting. They can be a small fragment of ceramic. They can be one of the rocks from Saktrisi that's an ancient tool. But for the children to know somebody did this, held this thousands of years ago is exciting. და იმისთვის რომ რა ქვია ბავშვებისთვის იყოს საინტერესო, ესა თუ ის ნივთი არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ძალიან ძვირფასი იყოს ეს ნივთი, შეიძლება იყოს კერამიკის პატარა ნატეხი, პატარა თუნდაც ქვის სამუშაო იარაღი, მაგალითისთვის საყდრისიდან ერთ-ერთი ურო, მაგრამ როცა თქვა დისკუსია იწყება მოსწავლეებთან, ისინი ამით აღმოაჩენენ როგორც ძალიან საინტერესოს და ბევრი ინფორმაციის მაგალითს. ამ შემთხვევაში ჩვენ თქვათ სიმონ ჯანაშიას მუზეუმის ქვის ფონდის თანამშრომელმა გადმოღწა პალეოლითის ხანის ქვის იარაღები და ის სწავლიდა, რომელიც 1000-ობით კოლექციაში საკმაოდ იდენტური და Yes, around Tbilisi, you can arrange to go to the schools with this. So it's really important that museum curators and teachers talk to each other about the syllabus so they can update this and bring in new scientific discoveries regularly. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ მუზეუმის კურატორები და პედაგოგები ერთმანეთთან იყვნენ მჭიდრო კავშირში და ისაუბრონ რა არის სასწავლო პროგრამა, რათა ერთობლივად განავითარონ აი ესეთი ტიპის აქტივობებით სასწავლო პროგრამა. And with younger children, it makes sense to do gallery-based activities and then at a time sort of handling these unprovenanced finds, as we call them. მოსწავლეებთან შესაძლოა რომ შემუშავდეს ის პროგრამები, რომლებიც ტარდება თვითონ საგამოფენო სივრცეში ან თუნდაც ფონდებში, როცა თქვა მოსწავლეებს შეუძლიათ ხელით შეეხონ ამა თუ იმ ნივთს.
But for older children, once they get to teenagers, it's also good if you can arrange with a museum to go to a teaching room and be allowed to handle slightly more exciting objects like the flasks. შედარებით უფრო ასაკის მოსწავლეებს მართლა შეიძლება ეს საფონდო სივრცეში შეიყვანოს ადამიანმა და უფრო თქვათ მნიშვნელოვანი ექსპონატებთან კონდეთ საშუალება რომ შეეყვან და აღმოაჩინონ It's because people are used to this sign saying don't touch. Because they don't feel they're allowed to touch museum exhibits, it has a big effect. როგორც წესი იყო მოიხსენებათ, რომ ეს ნიშანი ამბობს, რომ ნუ შეეხებით და მუზეუმში ესიახოვოთ ის რო შეეხებით, ცხენი ამბობს, აკადია. ძალიან ძველი says by itself. Yes, exactly. So it means that children and teenagers, they'll remember these experiences because it's something normally you have drummed into you, never, never touch. So to go in and touch means it's memorable. So funny and lovely. როცა ეხები ნივთს ის უფრო კარგად გამახსოვდება და თან საინტერესოა და სასიამოვნოა. Also, there is a misconception that museums are for precious things, meaning gold and silver. The understanding of the importance of items that are made from stone, ceramic and so on, they're less valued. This is a way to teach children archaeology is about everything, it's about learning all of these things. არსებობს ალბათ საკმაოდ არასწორი კონცეფცია, რომ მუზეუმი არის მხოლოდ ძვირფასი ნივთების საწავი, მაგალითად ოქროს თუ ვერცხლის და სხვა ტიპის ნივთები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რასაც თქვა ჩვენ ვასწავლით ხოლმე, იმიტომ რომ თქვა ქვის იქნება თუ თიხის ესეთი ნივთი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ისევ ამაზად არ გამოიყურებოდეს, ძალიან დიდ ინფორმაციას ატარებს და მისი აღმოჩენა თქვა რამ მნიშვნელოვანია არქეოლოგებისთვის, აი ყველა ნივთი ერთმანეთად მნიშვნელოვანია, ამის გადაცემას ძალიან Gold jewelry is beautiful, but it doesn't actually tell us very much about the past compared to these other objects. შეიძლება ოქროს ნივთი ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ ის არ გაწვდეს იმხელა ინფორმაციას წარსულის შესახებ, როგორც უბრალოდ. And I have to say, Georgia is a bit weird. I've never been to another country with as much gold as Georgia. საქართველოს თქვენს კარგად იცით გამონაკლისია, იმიტომ რომ ძალიან ოქრო მრავალია, ოქროთი უხვი არის, არქეოლოგიური აღმოჩენები ოქროს ნივთებით. Yeah, other museums are not like the treasury of the National Museum. მაგრამ ნუ ყველას ისეთი საგანძური არ აქვს, როგორც ეროვნულ მუზეუმს ოქროს ნივთების თუ ვერცხლის. The point of this is to get children and young people to understand it's not treasure hunting. I spent many years excavating in Syria before starting to work in Georgia. I had real problems because the people there thought we were just digging up gold and silver. და იდეა ის არის, რომ მოსწავლეებს გავაცნოთ, ავუხსნათ, რომ არქეოლოგია არ არის მხოლოდ ოქროს ძიება. მე კალბატონიემა მუშაობდა ბევრი წელი სირიაში და ნუ ყველას იქ ეგონა, რომ ის ჩასული იყო ინგლისიდან სირიაში, იმისთვის რომ ოქროს ნივთები აღმოეჩინა. So it's teaching about the process of archaeology and what archaeologists are trying to find out. მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ აუხსნათ მოსწავლეებს, თქვათ რა არის თვითონ არქეოლოგიური კვლევის მიზნები და თვითონ პროცესი როგორ მიდის ხოლმე. So it's to get children to understand that something like this qvevri can tell us much, much more than a beautiful necklace. აი მაგალითისთვის აბარაკან რომში ვიყოფებიდან მოსწავლეებს შეიძლება გააცნოს ადამიანმა, რომ აი თქვათ რატო არის მნიშვნელოვანი ეს qvevri, თქვათ ოქროს ნივთზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ის შეიცავს დიდ ინფორმაციას.
explaining the difference between historical, scientific knowledge and intrinsic value. These things are more valuable to scientists than all the gold, for example. მაგალითად ეს ნივთი არის ერთ-ერთი დამადასტურებელი იმისთან, რომ მეცნიერებისთვის ეს თიხის ნივთი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ვიზუალურად მომხიბლავი და So, this is final slide, you'll be pleased to hear. ეს არის ბოლო სლაიდი, შევაჯამოთ. So, it's just to say that inquiry-based learning and related to that, problem-based learning are really good strategies if you're teaching classes in a museum. და მოკლედ როგორც ვთქვით, ეს აღმოჩენაზე დაკვირვებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი ძალიან ეფექტური არის, თუ ვთქვათ, ამ მეთოდს იყენებთ სწავლებისთვის. And by using these methods, by using objects, children are far more likely to remember that class than something that's taught in a more conventional way. ამ პროცესში ვთქვათ, კონკრეტულ ნივთს ობიექტს იყენებთ, მოსწავლეს ბევრად უფრო კარგად ამახსოვრდება ესეთის ინფორმაცია. By learning about history and archaeology and how these disciplines work, they move beyond just thinking only something that's made of gold or silver is valuable. They see the whole picture better. ზოგადად არქეოლოგიურ სამუშაოების შესახებ ინფორმაციას წააწვის ადამიანი, ასევე მოსწავლე ხვდება, რომ არქეოლოგია არ არის მხოლოდ ოქროს და ვერცხლის ნივთის აღმოჩენის დაკავებული, არამედ ბევრად უფრო მულტიდისციპლინარული და მრავალ მშრიანი დარგი.